გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაკი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და განაცემის სამყარო ვასი გოდიშვილი გაახლავთ. ძალიან მინდოდა რომ ათონელის ახალ გარემონტებულ რეზიდენციაში დამждარიყავი, მაგრამ როგორც გავიგე, იქ უკვე სერგო დამждარა. ამიტომ წავალ და მე აქვე დავჭდები. გილოცავთ, ათონელის რეზიდენციის მშენებლობა დასრულდა. დიახ, დღეიდან ამ საპრეზიდენტო რეზიდენციას აღარაფერი აკლია პრეზიდენტის გარდა. თბილისში ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება. ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით შენობა სპეციფიკური ხასიათისაა, რომელიც დაპროექტებულია როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, რის გამოც მისი შესყიდვით დღემდე არავინ დაინტერესებულა. აჰა, რეზიდენცია 200, პრეზიდენტი კიდევ არ არის. უბრალოდ პრეზიდენტი არის, მაგრამ მან გადამსვლელი არ არის. ან რო გადავიდეს, ეხლა რა უნდა გააკეთოს? რასაც ძველ რეზიდენციაში აკეთებს, კაცო? არა, პრინციპში მართალია, მაგრამ ძველ რეზიდენციაში გააკეთებს ეხლა იმ ვერაფერს თუ ახალში რა მნიშვნელობა აქვს? ძველში ხედი მაინც არის, კაცო, უკეთეს. თან მაგ რეზიდენციაში ეხლა შესვლა კარგი რომ იყოს, ეხლა პრემიეროვის დაასწრებდა ვინმე, დაასწრებდა. ვერავინ კაცო. ხო ისე კაცო, კარგი გამახსენდა პრემიეროვის, რატომ არ უშვებთ მან, რატო არ უშვებთ? ფართო მაღალჭერიანი რეზიდენცია და ისერს გაშლი და ცოტას. ამ პრემიერში თუ არა ეხლა ეს ბერუჩაშვილი შეუშვა. მაგრამ არა. ეგ რომ შეუშვათ მეორე დღეს ისევ ახალი ვინმე ზებნა მოგიწევთ და არ ღირს. ბოლოს და ბოლოს ეხლა არავის თუ არენდომება შესვლა ადგეს და ისევ შიხიაშვილი გადავიდეს. ხო, ეგ გადასვენს ვინ შეუძლია მაინცაა, კაცო. და ეხლა ეგეც თუ არ გადავიდა, მაშინ ისა გახსენით, კაი, მამაპაპური რესტორანი და იმ გადაყრილ 26 მილიონს მაინც მოიღეთ, კაცო. ირეა ვიცი. მთელი მსოფლიოს და სრულიად გალაქტიკის გამოკითხვით, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტი ყველაზე ეფექტური ორგანოა ორგანოებს შორის. კანონ პროექტებს იღებს, განიხილავს და ჭერში აწყობს. სადაც იმდენი მტვერი ედება, სპორტსმენების მაგირად არქეოლოგების არჩევა გახდება საჭირო. დღემდე პარლამენტში არის ასე ჰაერში გამოკიდებული იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პროექტი, რომელიც პრემიერის დავალებით მე ბევრი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინე. ამიტომ ალბათ დროა, რომ იარაღთან დაკავშირებით ის წესები გამკაცრდეს, რისი შემოთავაზებას ჩვენ გავაკეთეთ. არა, გამაგიჟებთ რა თქვენ. რა დროს იარაღის ტარების უფლების გამკაცრებაა, როცა პარლამენტარს შოხით ვერ უვლია სესიებს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გასაყიდველი, კაცო. იაროს ახლა იმედგაცრუებულმა თია წულუკიანმა ყოველდღე პარლამენტში. ვერ გავიგე, კაცო, რატო არავინ არ კითხულობს ნეტავი, ორი სათაური ხო არა აქვს. კანონ პროექტი, ანუ ტიანშა. მოდით სი რა ვქნათ თეა, თვითონ მიდით პარლამენტში და ალაგ-ალაგ წაუკითხეთ ძირითადი მომენტები. რატო გრაცობთ თეა? ცოტა მიდეკით, მოდეკით, შეაწუხეთ ვიღაც. ბოლოს და ბოლოს ახლა დეპუტატებს თუ არა, მუშას მაინც ეკნება წაკითხული. დეპუტატებო ახლა თან ვერ გაიგეთ რა თქვა წულუკიანმა. პრემიერის დავალებით შევიმუშავეთო, ხო და ხომ იცით ახლა პრემიერის დავალების არ შესრულება არ შეიძლება. ღმერთის ნების წინააღმდეგ ნუ წახვალთ. რა უსერგო? წულუკიანის კანონ პროექტი მომიტანე წასაკითხათ. იცი რა, ახლა გავდივარ და სესხბანკში და გზაში დამაწიეთ რა. მარგულაშვილს აძალებენ გაცვალე შენი რეზიდენცია ათონელის რეზიდენციასეო. დამიმატონ ფული და ბაჟაოსტაო. პარლამენტს საყვედურობენ, რატომ არ კრძალავთ იარაღსო? და რატომ უნდა აღგრძალოთ? ბუსუსები არა აქვს. საშინელი ამბავი მოხდა გუშინ. საშინელი. საქართველოს რამდენიმე ქალაქი რამდენიმე წუთის განმავლობაში სიმართლეში ცხოვრობდა. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ყვარელი, ახმეტა, ფოთი, წყალტუ, მოზურგეთი ეს ის ქალაქებია, სადაც ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას რუსთავი 2 ყურების საშუალება არ აქვს.
კურიერის დაწყებისთანავე რეგიონებში რუსთავი 2 გაითიშა და მის ნაცვლად ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობა დაიწყო. ვაიმე გვიშველეთ. გამარჯვებული, თუმცა მე დამარცხებული და უკრაინაში გაქცეული ხალხის ტელევიზიას გვართმევენ, ხალხო. 2 წელიწადში დაქცეულ ქვეყანას გვართმევენ, გესმით? ზალიკოს მკაცრ სახესა და დიანას შეშინებულ თვალებს გვართმევენ. მალე სპორტს ამიკო წაიყვანს და ამინც ფაქო წაიკითხავს. არა, ეხლა თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ გავზრდებ რუსთავი 2 სტანდარტების გარეშე. ვერაფრით. მე მაგალითად ეხლა ან რუსთავი 2-ს ვუყურებ, ან ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალს ვკითხულობ. სხვანაირად არ შემიძლია. ვაიმე, და ვინ ჩაიდინა ეს საშინელება, ჰა? ვინ კაცო? თუმცა ძალიან კარგადაც ვიცი ვინც. თქვენი აზრით, რატომ ჩაერთო რუსთავი 2-ის მაგივრ და GDS-ი? რა? ღმერთმა იცის? მართალია? მეც ბიძინა ჩემზე მაქვს ეჭვი. მაგან იცის ხომ ტელევიზიების გაჩერება. მარტო თავისი 2 ტელევიზია აქვს გაჩერებული და ეხლა მესამეში, ახლა ისეთ გადაცემას უშვებს, წესით თავმოყარე ტელევიზიამ ეხლა ვერ უნდა გაუძლოს და თავი უნდა გაიჩეროს. რა უსერგო? ახალი ინფორმაცია გაქვს? მაჩვენე აბა ერთი. აჰა. რუსთავი 2-მა რეგიონებში მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა. თუმცა რა გახდა ტელეკომპანიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით რეგიონებში რუსთავი 2-ის გათიშვა თურქულ სატელიტზე უნებლიეთ არასწორად შეყვანილმა პარამეტრებმა გამოიწვია. იმის ზეყვარლები. შეეშალათ და პარამეტრები შეუყვანიათ არასწორად. რა მოხდა ახლა რა? სამაგიეროდ ისტორიული მოვლენის შემსწრენი და მომსწრენი გავხდით. ეს პირველი შემთხვევაა რუსთავი 2 და შეცდომა. დიახ, aga მე სხვა შემთხვევა არ მახსენდება. ორას მიყურებთ, კაცო. ეს შეცდომა იყო და სხვა დროს სულ შეგნებულად აკეთებს ხოლმე. რაღაც ეშმაკის მანქანებით სიცოცხლისთვის საშიში მანქანები შემოდის საქართველოში. თუმცა საქართველოში იმდენი რამეა სიცოცხლისთვის საშიში, მანქანასაც ავიტანთ ბარემ. თაღლითური ქსელი, რომლითაც საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები ჩამოდის. საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომელიც ავარიის შემდეგ გერმანიაში 2 ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის, სადაც მისი ხელახალი შეკვრა და ახლის ფასად გაყიდვა ხდება. გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთ ავტომობილებში ავარიის შემთხვევაში გადარჩენის შანსი ნულია. ვა, ხედავ შენ. კაი შეკრული ოპელი თურმე სულაც არ ყოფილა კაი შეკრული, ხო? მე ისე მაგის შეერთებაც ეხლა სხვათა შორის ძალიან საჩალიჩო ამბავი იქნება. შეცდომით ეხლა სხვადასხვა მანქანები რომ მიაკერონ ერთმანეთზე. მე სად მიდიხართ, ჰა? არა, ეხლა პრინციპში ნოვაცია იქნება ავტოინდუსტრიაში და ბაზარზე გამოჩნდებიან კენტავრი მანქანები. ოპელის თავით და BMW-ს თავით. ახლა შეიძლება ეხლა ისიც შეეშალოთ და მარტო თავები მიაკერონ ერთმანეთზე, ჰა? მე რა კნას ამ საწყალმა მანქანამ, საიცავიდეს. მოუწევს რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის გვერდით დადგომა. სხვათა შორის რომ ამბობენ იაპონიიდან რადიაციული მანქანები ჩამოდისო, გერმანიიდან შუაზე გაჭრილიო, ამერიკიდან წყალდიდობაში მოყოლილიო. აი ზუსტად ახლა უნდა იხელთოს როკუთაისის ავტოქარხანა. ხო ხედავთ კაცო, კონკურენტებს როგორი დარხეულია. თან ეს რა უბედურება კაცო. ევროკავშირში ახლა შუაზე გახერხილი მანქანით ხო არ შევა? არა, რაღაცა სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მიმართოს გერმანიის ხელისუფლებას, თორემ იცით რა, ძალიან მეშინია. მაპიც შუაზე გაჭრილი არ გამოგვიქცა. გერმანელებს ეკითხებიან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილებს რატომ გვიგზავნითო? იმიტომ რომ მაგედან სიცოცხლისთვის საშიში ნაკლები ემიგრანტი ჩამოვიდესო. ხელისუფლება ამბობს, ჩვენ რაშუაში ვართ რუსთავი 2-ის გამორთვასთან. ისედაც ცოტა ხანი იყო გათიშულიო. რამდენი წუთიო? ასე 20-30-იო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასად. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი.